ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერება გვიუარესდება. თითქმის ყოველ მეორე ადამიანი ამჩნევს ამას 40 წელს ზევით, რომ ნელ-ნელა ვეღარ ვიმახსოვრებთ საკითხებს ისე, როგორც ადრე ვიმახსოვრებდით. ეს არ არის სუბიექტური შეგრძნება, ეს არ არის მოჩვენება, მართლა ასე ხდება. მეტიც ტვინსაც კი როცა აკვირდებიან, მაგალითად მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევით, პატარავდება ასაკთან ერთად. კარგავს ნეირონებს და კარგავს უჯრედებს და მოცულობაში ჰიპოკამპი ის ნაწილი ტვინისაც მეხსიერება და მეხსიერების ცენტრია, ზომაში მცირდება. ზომაში შემცირება არ ნიშნავს უბრალოდ ზომაში შემცირებას, ფუნქციის დაკარგვასაც ნიშნავს. ზოგადად ტვინის შემთხვევაში და ორგანოების შემთხვევაში, როცა ორგანო ზომაში მცირდება, როგორც წესი, მისი ფუნქცია ქვეითდება. და ეს არ ეხება მხოლოდ მეხსიერებას. ეს ეხება ზოგადად ტვინის ფუნქციონირებას. რასაც ეძახიან fluid intelligence, ესე ქვია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ადამიანის აზროვნების უნარი. ანუ სიჩქარე და სისხარტე აზროვნების უქვეითდება ადამიანს. შეიძლება რაღაც სფეროში ძალიან წარმატებული იყო და დიდი ცოდნაც ჰქონდეს და დიდი გამოცდილებაც ჰქონდეს და უფრო ჭკვიანი ჩანდე, ვიდრე 20 წლის ახალგაზრდა. ეს არ არის, ეს შენიღბვა უბრალოდ გონების და ინტელექტის დაქვეითების, იმიტომ რომ მეორენაირი ინტელექტიც არსებობს, რომელიც რომელიც დამოკიდებულია უკვე სტატიკურ ცოდნაზე. ასაკში ადამიანს სიბრძნე ემატება, რომ ამბობენ ნაწილობრივ მართალია, იმიტომ რომ გამოცდილება, ცოდნა, ექსპერტიზა გროვდება რაღაც საკითხებში, მაგრამ თუ ამბობთ აზროვნება უსუსტდება და უნელდება და მეხსიერებაც უქვეითდება. მეორენაირად რომ ვთქვათ, რიცხვებით რომ ვთქვათ, როგორ ხდება. მაგალითად, საშუალო ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი არის 100. თუ ვიტყვით, რომ 25 წლის ასაკში აქვს 100 ამ ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი, 40 წლისთვის 2-3 ქულით უკვე შემცირებული ექნება, დაახლოებით ექნება 97. დაახლოებით 60 წლისთვის, 60-65 წლისთვის უკვე ექნება 93, 92, ზოგ შემთხვევაში 90. ანუ 10 ქულით შეიძლება შემცირდეს. ახლა 10 ქულით ინტელექტის შემცირება პრობლემა არ არის, თუ 100 გაქვს, ან 130 გაქვს ინტელექტი, ან 150 გაქვს ინტელექტის კოეფიციენტი. მაშინ 150 და 150 ჩამოხვა, მაინც გენიოსი. ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ პრობლემაა, 80 თუ გაქვს და 70-ზე ჩამოდიხარ, ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ ჩვენს ტვინს უნდა მოვუაროთ და უნდა გავუფრთხილდეთ, რომ მეხსიერება შევინარჩუნოთ და ამაზე ვისაუბრებ ზუსტად დღეს. როგორ მოვახერხოთ, რომ ტვინმა იფუნქციონიროს უკეთესად, შევინარჩუნოთ მეხსიერება, გეტყვით 5 საუკეთესო გზას, რომლითაც მეხსიერების გაუმჯობესებაა შესაძლებელი და 5 საუკეთესო დანამატს, რომელიც ყველაზე აქტიურად გამოიყენება, ყველაზე მიღებულია, ყველაზე მეტად შესწავლილია, რომ ეფექტური და უსაფრთხოა. პირველი კითხვა, რასაც ადამიანები სვამენ ხოლმე, რომ აი ეს ახლა რაც თქვიო, რომ ის აზროვნების დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა, ეს გარდაუვალია თუ არ არის გარდაუვალი? ყველა ადამიანს ეხება თუ არის ადამიანები, რომელსაც არ ეხებათ, ხო? ზოგადად ეხება ყველას და ზოგადად არის გარდაუვალი. ოღონდ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევანელოთ. მაგალითად, თუ კი ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს არ უფრთხილდება, ან უბრალოდ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, არ აქვს გაკეთებული ფოკუსი იმისთვის, რომ თავის ტვინის ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, ეს ინტელექტი 100-დან 90-მდე თუ შეუმცირდება, შენ თუ შენ ტვინს მიხედავ, წლების განმავლობაში განსაკუთრებით, მაშინ ეს კლება იქნება მხოლოდ 5 ქულა, მაგალითად 100-დან 95 ქულამდე შემცირდება. ძალიან დიდი მიღწევაა რეალურად. ან პრაქტიკულად შეგიძლია გაანახევრო ტვინის აი ეს დეგრადირების ასაკობრივი პრობლემების ნახევარი შეგიძლია მოხსნა. შენ თუ შენ ტვინს გაუფრთხილები. ეს ძალიან დიდი რამეა. დავიწყებ მეხუთეთი და დავასრულებ პირველი ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ყველა 5-ვე კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი არის ვარჯიში. ვარჯიში შეიძლება იფიქროს ადამიანმა, მაგრამ აი რატო ლაპარაკობენ ამდენს ვარჯიშზე და ან რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვარჯიშს და თუ ტრამპი არ ვარჯიშობს ვერ გახდა ამერიკის პრეზიდენტი. არ არის ესე. ხო, სხვა გამონაკლისები არსებობს, რა თქმა უნდა და გამონაკლისები პირიქით წესის არსებობას
უსვამს ხაზს და არა პირიქით, მაგრამ როგორც წესი, კარგად არის ეს შესწავლილი საკითხი, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, დაახლოებით 40%-ით უფრო უკეთესად ინარჩუნებენ მეხსიერებასაც, ტვინის შესაძლებლობებსაც, ანუ კოგნიტიურ შესაძლებლობებსაც. ეს რას ნიშნავს ახლა? ან რას ნიშნავს საერთოდ როცა ამბობ მაგალითად, რომ აი ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ და რას ნიშნავს ადამიანები, რომლებიც არ ვარჯიშობენ? ამ შემთხვევაში ვარჯიში ნიშნავს საშუალო სიმძიმის ფიზიკურ დატვირთვას, აერობული ნიშნავს რაღაც სიმძიმეებს კი არ ეწევა, არამედ ვარჯიშობ როგორც ჩქარი სიარული, სირბილი, ცურვა, ცეკვა, ველოსიპედზე სიარული, ესენია აერობული ვარჯიშები. ანუ აი ამ აერობულ ვარჯიშებს ვინც ვარჯიშობს, ის ადამიანები ინარჩუნებენ მეხსიერებას და გონებრივ შესაძლებლობებს 40%-ით უკეთესად, ვიდრე ის ადამიანები, ვინც არ ვარჯიშობენ. ეხლა იტყვის ადამიანი, რომ აბა რას ნიშნავს ვარჯიში, რამდენია 5 წუთი, 10 თუ 2 საათი, რამდენი ხანი? ყველაზე ოპტიმალური არის დღეში მინიმუმ 40-45 წუთი ვარჯიში. 40-45 წუთი ჩქარი სიარული. ან ძუნძული, ან ცურვა, ან ცეკვა, ან ნებისმიერი რამე, რაც თქვენ გსიამოვნებთ, 40-45 წუთის განმავლობაში, ყოველ დღე, წლების განმავლობაში და ადამიანები, რომლებიც აი ამას აკეთებენ, ბევრად უკეთესი შესაძლებლობები აქვთ ფიზიკურიც და გონებრივიც, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ამას არ აკეთებენ. ეხლა როგორია საშუალო ინტენსივობის ვარჯიში, როცა ვამბობ საშუალო ინტენსივობის ვარჯიშს, რას გულისხმობთ? მარტივი საზომი, რითიც შეგვიძლია ვთქვათ, ორს გეტყვით. ერთი არის, რომ ცოტა უნდა აჩქარდე ისე, რომ სუნთქვაზე შეგემჩნას, მაგრამ თან ისე, რომ საუბარი შეგეძლოს. აი ეგ არის ტესტი. საშუალო ინტენსივობის ვარჯიში არის, თუ კი ვარჯიშობ ისე, რომ ცოტა ქაქანებ მოკლედ, მაგრამ საუბარი შეგიძლია. მეორე საზომი არის, რომ თუ კი ეს გიკეთია თქვათ ეს ხელზე ისინი გულის ცემას რო ზომავს და ესტები, გაიზომავ და 100-დან 130-მდე უნდა იყოს გულის ცემა. მე არ გულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც ისედაც 100 აქვთ, ზოგს ვისაც მაღალი წნევა აქვს, ან გულის პრობლემები აქვს, 100-ით შეიძლება ქონდეს პულსი და 140-ით მოსვენებულ მდგომარეობაშიც. ამას არ გულისხმობ, ადამიანებს როცა მოსვენებულ მდგომარეობაში 60, 70 ან 80 აქვთ პულსი, მაგათ როცა აქვთ 100-130, ეგ არის საშუალო ინტენსივობის ვარჯიში. ვისაც პრობლემები აქვს, იმან უნდა დაიწყოს ცოტათი, მოუმატოს. ნუ რა თქმა უნდა, თუ ჭარბიწონა უნდა დაიკლოს, ჭარბიწონა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეოთხე, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ტვინის ვარჯიში. ტვინის ვარჯიშს ადამიანები უყურებენ ალმაცერად და არასწორად, რადგან და ხშირად მსმენია ხოლმე, რომ აი დიდი თაობისგან განსაკუთრებით აი რაღაც დროით ჩემი სწავლა, ან რაღაცა გამოვიდა ახალი და არ სწავლობენ, ან კომპიუტერთან რაღაცა და არა და მაინც სხვას უნდა რომ გააკეთებინო, იმიტომ თვითონ არ უნდა რომ ისწავლო. არა, იმიტომ კი არა რომ თქვათ, შეიძლება ძალიან დაკავებული იყო და გინდა რომ დელეგირება გააკეთო საქმის. ამის გამო არა, იმის გამო რომ თვითონ არ უნდათ რომ თავი შეიწუხონ, არ უნდათ რომ იაზრონო ხოლმე და ასე. სინამდვილეში აი ეს აზროვნება, აი ის როცა პრობლემას წყვეტ, ეგ არის ზუსტად რაც ტვინს ამუშავებს და ავითარებს. მეორე, როცა რაღაცას სწავლობ, მაგალითად, ახალ ენას, ან ახალ ხელობას, ან პიანინოზე დაკვრას, ან სხვა ინსტრუმენტზე, ან ნებისმიერ ახალ კურსს როცა გადიხარ რაღაცას რომ სწავლობ, ტვინი ვითარდება. რაღაცას რო კითხულობ, ტვინი ვითარდება. მექანიკურად არა, რა თქმა უნდა, თუ წაიკითხე უბრალოდ სიტყვები და აზრი ვერ გამოიტანე და ერთ კურსს შეუხვში, მეორედან გამოუშვი, ტვინი არ ვითარდება მაგ დროს, თუმცა დასაწყისისთვის ეგეც შეიძლება. მაგრამ საჭიროა რაღაცა გაიაზრო, ტვინს ზალა დაატანო, ან იგრძნო, რომ ტვინი მუშაობს. ამას ადამიანი ყოველთვის გრძნობს. თამაშები, რომლებიც მოითხოვს აზროვნებას, მაგალითად ჭადრაკი, სუდოკუ, პაზლები და კროსვორდები და ასეთი თამაშები, რომლებიც რაღაც აზროვნებას მოითხოვს, ესიც ავითარებს ტვინს. ასევე მნემონიკები, რითმები, აბრევიატურების დასახელება და ასეთ დამახსოვრება და ესეთი საკითხები. მნემონიკები არის, როცა რაღაცა სიტყვას
ან წინადადებას დაიმახსოვრებს მოკლედ და მისი ყოველი 100 ნიშნავს რაღაცას კიდე სხვა მხრივ. მაგალითად აი მე როცა ვსწავლობდი უნივერსიტეტში ეგრე დავიმახსოვრე ცხიმში ხსნადი ვიტამინები, რომელიც არასდროს არ დამოიწყებია მე. A, D, K, მაგალითად დავიმახსოვრე A, D და E ვიტამინები და K ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი. შესაბამისად ჩემს სახელზე დავიმახსოვრე ეს და რა თქმა უნდა არასდროს არ დამოიწყდება რომ A, D, K-ს გავიხსენებ და გავიხსენებ ყოველთვის რომ ცხიმში ხსნადი ვიტამინები რომლებია. დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა ახლა ეგეთ რაღაცებს ისედაც იმახსოვრებს, მაგრამ როცა სტუდენტი ხარ გიჭირს, იმიტომ რომ იმდენი ინფორმაცია მაშინ რომ და ამიტომ გჭირდება მნემონიკები, მაგრამ ზოგადად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია მნემონიკების დამახსოვრება და მასზე აქცენტის გაკეთება, იმიტომ რომ მეხსიერებას გიუმჯობესებს. მეორე ძალიან ცნობილი მეთოდი არის ასეთი, რომ როცა შენთვის უკვე ნაცნობი ადგილები არსებობს, მაგალითად შენი სახლი და შენი სახლი იცი ძალიან კარგად, თუ შენი სახლის აღწერა შეგიძლია და შეგიძლია. როგორც წესი, ყველა ადამიანს შეუძლია თავის სახლის ან თავისი ოთახის აღწერა, რო შედის სად რა დახვდება. და მას დაუკავშირო რაღაცები. მაგალითად, აი თქვათ, შენ სახლს წარმოიდგენ და თან მიდიხარ საყიდლებზე. და იტყვი რომ მე უნდა ვიყიდო, თქვათ, კვერცხი კარტოფილი, პომიდორი და რაღაცას, ან ბანანი. და წარმოიდგენ ესე რომ მაგალითად აი შევედი სახლში და იატაკზე თქვათ გახსნილი ბანანი ეგდო და კინაღამ ფეხი ამისრიალ და მე მივიხედე და დივანზე იდო პომიდორი და ასე ანუ ან მე ვაშლი იდო ტაფაზე და წარმოიდგენ შენ სახლში რომელიც უკვე კარგად იცი ამ მიმდევრობას და დაუკავშირებ შენთვის ახალ ნივთებს რომელიც შეიძლება უჩვეულოა იმ ადგილებისთვის მაგრამ შენს ორგანიზმში, შენს ტვინში ემოციას იწვევს და შეგიძლია რომ რაღაცა კავშირი დაამყარო და ასე მეხსიერება უმჯობესდება. აი ესე იმახსოვრებენ ხოლმე სხვა შორის დიდ მიმდევრობებს ადამიანები, მათ აქვთ ჯერ თავიდან კარგად შესწავლილი ერთი მიმდევრობა, ეს შეიძლება იყოს სასახლე, ეს შეიძლება იყოს თავის სახლი, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ადგილი და როცა რაღაცა ახალს ეუბნები თავის ტვინში ერთხელ გადაამღერებენ რომ ეს აქტებს ეს ამას უკავშირდება მე ახლანდ იწყებენ თავის სახში თავის გონებაში ესე ვითომ სახში შედიხარ სად რადევს იმის მიხედვით და უკავშირებ მაშინ რომ დაუკავშირე იმებს იხსენებ და იმ მიმდევრობას ყვებით ჩვეულებრივ ესეც მეხსიერების გამარჯვების მნიშვნელოვანი მეთოდია კითხვა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი რითიც შეგიძლიათ მეხსიერება გაიუმჯობესოთ არის განვითარება თქვენ სფეროში რა სფეროშიც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, შენ ყოველთვის შეგიძლია ახალი რაღაცები ისწავლო, ახალი რაღაცები წაიკითხო. და ყოველთვის შეგიძლია ახალი ჰობიც შეიძინო. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ხატვა თუ კოდირება თუ კომპიუტერთან რაღაც ახალი პროგრამის სწავლა, თავარია ტვინმა იაზრონოს ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ყველაფერი დადასტურებულია რომ ასე ვინც ავარჯიშებს თავისთვის დაახლოებით 30%-ით 30-დან 40%-მდე უფრო ნელა უბერდება ტვინი და დაახლოებით ასევე 40% უმცირდება ალცჰეიმერის განვითარების რისკი რაც ძალიან დიდია ვინც საერთოდ ალცჰეიმერი გაუგია იცის რომ საშინელი დაავადება რომელიც ადამიანს აკარგვინებს წლებთან ერთად და ასევე ყველა მოხუც ემუქრება. ყველა მოხუც ემუქრება ადრე თუ გვიან. რაც მეტხანს იცოცხლებს ადამიანი, მით მეტად ეზრდება ალცჰეიმერის რისკი. ასე რომ მისი თავიდან აცილება ძალიან დიდი საქმეა. მესამეს ვიტყოდი ძილს, ძილზე ძალიან ბევრი მაქვს მეცნა საუბრები და კიდე ალბათ რა ვიცი, ყველგან გხვდებათ რომ ძილი აუცილებელია. აქ იმას ვიტყვი უბრალოდ რომ ძილის დროს მეხსიერების კონსოლიდაცია ხდება. მე როგორც აი ეს როგორ უნდა გავიგოთ როგორც სახში რომ მოიტანო ტანსაცმელი და ჩაალაგო უჯრებში დაახლოებით ეგრეა რომ როცა რაღაცას იმახსოვრებს იმას თავისი ადგილი მიეჩევს ეს ხდება ღრმა ძილის ფაზაში და რემ ძილის ფაზაში ამიტომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ძილში ასევე ტვინი იწმინდება პირდაპირი გაგებით აი ზუსტად პირდაპირი გაგებით იწმინდება ტვინი ტოქსინებისგან შესაბამისად ძილი აუცილებელია დაახლოებით უნდა გვეძინოს 7-8-9 საათი გააჩნია ადამიანს გააჩნია ძილს მეტიც ერთი ღამე უძილობაც ან სუსტად ძილი ცუდად ძილიც ერთი ღამეც კი იწვევს მეხსიერების გაუარესებას ამდენ მნიშვნელოვანია ძილი ამიტომ ძილი არ უნდა
დაიკლოთ. ამ ქვეყანას მაინც ვერ გავასწორებ, ძილი რაღაც დავიკლო. სწორი ნარქვამი იყო მაგ მხრივ, ძილი ნამდვილად არ უნდა დაიკლოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ღვიძლს უნდა ვიშრომოთ. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერებისთვის არის სოციალური ურთიერთობები. ადამიანმა შეიძლება თქვან, რომ რაში მჭირდება, არ გვჭირდება ჩვენი ტვინისთვის, ვინაიდან აი როგორც მაგალითად ახალი საგნის წაკითხვა სწავლა ამუშავებს ტვინს, თუ კი სოციალურ ურთიერთობაში სულ ჩართული ხარ, ტვინი ასევე მუდმივად ვარიშობს და მუდმივად მუშაობს. ამიტომ არიან ხოლმე რომ ადამიანები, რომელსაც ძალიან მყარი და ხშირი სოციალური კავშირები აქვთ, გვიან ბერდებიან, ნელა ბერდებიან და უკეთესი კოგნიტიური ფუნქციები აქვთ. უკეთესად უნარჩუნდება ტვინის ფუნქციები. ამიტომ მეგობრებთან, მეუღლესთან, ახლობლებთან და რა ვიცი, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანებთან ურთიერთობა არ უნდა გაწყვიტოს ადამიანმა, რაც მეტი ექნება სოციალური კავშირები, მით უკეთესია. იმისთვის რომ ტვინი ნელ-ნელა დაბერდეს. დაახლოებით 40-30%-ით ნელდება აი ეს ტვინის დაბერება ამ დროს. და პირველ ადგილზე გავიყვანდი მაღალ წნევას და დიაბეტს, რომელიც ორივე არის კატასტროფა ტვინისთვის. ორივეს დროს სისხლძარღვები ზიანდება. ორივე შემთხვევაში ტვინის უჯრედები ზიანდება. მაღალი შაქარიც და მაღალი წნევაც ორივე სისხლძარღვებს აზიანებს. ორივე აზიანებს ტვინის კვებას. ტვინი ძალიან მგრძნობიარეა კვების მიმართ. ძალიან. ანუ მცირე კვების მოშლა ტვინისთვის, კვება რა არის? სისხლის მიმოქცევა, სისხლით მომარაგება. როგორც კი შემცირდება, ტვინის უჯრედები იწყებს კვდომას. ტვინი ძალიან მგრძნობიარეა სისხლის მიმოქცევის შემცირების მიმართ. ამიტომ არის რომ ადამიანებს ძალიან ადვილად ემართებათ ინსულტები, მინი ინსულტები, იშემიური ეს გარდამავალი იშემიები, რომელიც ასევე აზიანებს უჯრედების გარკვეულ რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს პირდაპირ შეიძლება იმ მომენტში არაფერი არ ემჩნეოდეს და ამას კუმულაციური ეფექტი გააჩნია. ადამიანები, რომელსაც მაღალი წნევა აქვს წლების განმავლობაში, მაგალითად 3 წლის განმავლობაში ან 5 წლის განმავლობაში და არ აკონტროლებენ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით, ტვინის უბნები მნიშვნელოვნად დაზიანებული აქვს. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წნევის კონტროლი, გლუკოზის კონტროლი, იმისთვის რომ ტვინი ჯანმრთელად შეინარჩუნოთ. ახლა გადავიდეთ საკუთარ დანამატებზე, რომელიც ტვინისთვის აუცილებელია ან ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. რო არ დავიწყო ომეგა-3-ით არ შეიძლება, იმიტომ რომ ომეგა-3 არის მოკლედ ყველაზე შესწავლილი, ყველაზე მაღალეფექტური, უსაფრთხოებასთან მიმართებაში. რაც აი მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნებისაც არ არსებობს, რომ სარგებელი აჭარბებს თუ რისკი აჭარბებს. აი ესეთია რა, რომ ერთმნიშვნელოვნად სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ ომეგა-3 ძალიან მნიშვნელოვანია, ომეგა-3 ტვინისთვის კარგია და ზოგადად ორგანიზმისთვის კარგია, ანთებას ამცირებს მთელს ორგანიზმში, გულსისხლძარღვთა სისტემისთვის კარგია, ტვინისთვის DHA განსაკუთრებით ომეგა-3-ის ფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტვინის უჯრედების სტრუქტურის თვის არის აუცილებელი, მის შემადგენლობაში შედის და მემბრანების სტაბილიზაციისთვის არის აუცილებელი. ანტიოქსიდანტია და ოქსიდაციურ სტრესს, ანუ ნაგვის დაგროვებას ამცირებს თავის ტვინში. მოკლედ, ომეგა-3 ერთ-ერთი საუკეთესოა, დოზირება ომეგა-3-ის არის 1 გრამიდან 2 გრამამდე დღის განმავლობაში. ხანგრძლივად მიიღება როგორც წესი უსაფრთხოა. 1 წელი, 2 წელი მიიჩნევა უსაფრთხოდ მოკლედ ომეგა-3-ის მიღება, მცირე შესვენებებით. ომეგა-3-ს რამე მნიშვნელოვანი რისკები არ აქვს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ადამიანი იღებს სისხლის გამათხიერებლებს. მაგ შემთხვევაში ყურადღებით ინიშნება და მაგ შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით ინიშნება. ზოგადად ძალიან უსაფრთხოა ომეგა-3. შემდეგი დანამატი არის ბაკოპამონიერი, ესე ქვია. ეს ბაკოპამონიერი ძალიან ცნობილია მოკლედ ძველი დროიდან, როგორც ნერვული სისტემის მატონიზირებელი. ასევე ნერვული უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს. აცეტილქოლინის გამომუშავებას, მის მოდულატორია მოკლედ და მის რაოდენობას ზრდის და აცეტილქოლინი აუცილებელია სწავლისთვის, მეხსიერებისთვის და კონცენტრაციისთვის და ფოკუსისთვის. ამიტომ მოკლედ ეს ბაკოპა ერთ-ერთი
კარგი საკვები დანამატია, რომელიც აქვს კაცობრიობას და თან საკმაოდ უსაფრთხოდ მიიჩნევა და თან დაახლოებით რამდენიმე თვის განმავლობაში მისი მიღება უსაფრთხოდ მიიჩნევა. მეტიც შეიძლება უსაფრთხო იყოს, მაგრამ არ არის კარგად შესწავლილი, მე ძალიან ხანგრძლივად და ამიტომ არის ხოლმე რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ურჩევენ ხოლმე როგორც წესი. არის კვლევები, რომლის მიხედვითაც ეს ბაკოპა მეხსიერებას აუმჯობესებს განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც მეხსიერების პრობლემები აქვს. სტანდარტული დოზირება არის 300-600 მილიგრამი დაახლოებით 8 კვირის განმავლობაში, ანუ 2 თვე, 3 თვე ესე დაახლოებით და ამ პერიოდში უკვე ადამიანი როგორც წესი გრძნობს ხოლმე ეფექტს. შემდეგი საკვები დანამატი არის გინკობილობა. გინკობილობა არის ძალიან ცნობილი, მოკლედ ძალიან დიდი ხანია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მეხსიერებისთვისაც და აქვს კვლევებიც, რომლის მიხედვითაც აუმჯობესებს მეხსიერებას განსაკუთრებით ასაკონებში, განსაკუთრებით ადამიანებში, რომელსაც კოგნიტიური ფუნქციების შესუსტება აქვთ, გრძნობენ ამას რომ აქვთ. და პრობლემა გინკობილობასთან არის, რომ შეიძლება გაზარდოს აი ცხვირიდან სისხლდენის რისკი, ან სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით თუ ადამიანი სისხლის გამათხიერებლებს ისედაც იღებს, განსაკუთრებით მაგ შემთხვევაში. მე მგონი ჩემ კომენტარებში მომწერა კიდევაც ერთმა გამომწერმა, რომ აი ცხვირიდან სისხლდენები დამეწყო და გინკობილობას მე მგონი გინკობილობაზე იყო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როგორც მახსოვს გინკობილობაზე იყო. და კი, ანუ შესაძლებელია რომ აი ცხვირიდან სისხლდენა გამოიწვიოს და ეგ ერთ-ერთი ცნობილი გვერდითი ეფექტია მისი. ამიტომ თუ ვთქვათ გინკობილობას დაიწყებს ადამიანი და ან ცხვირიდან სისხლდენა ექნება ან ესეთი, ჯობია რომ შეწყვიტოს. მაგრამ როგორც წესი უმეტესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა. 120 მილიგრამი ინიშნება გინკობილობა ძირითადად დღის განმავლობაში. შემდეგი საკვები დანამატი არის B ვიტამინი. B ვიტამინი ძალიან პოპულარულია, მოკლედ B კომპლექსი, B6, B12, ფოლატი და იმდენად ცნობილია, პოპულარულია და ასე რომ მასზე რთულია რომ არ იცოდეს ადამიანმა, ყველამით განსაკუთრებით მოხუცებს, რომლებიც არასათანადო იკვებებიან, ვეგეტარიანელები, რომლებიც ხორცს არ ჭამენ და B12-ის დეფიციტი აქვს, ან ადამიანი, რომელიც ხორცს არ ჭამს, იშვიათად იღებს, ვთქვათ, შეიძლება სოციოეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ამიტომ B12-ის დეფიციტი აქვს. ანუ იმ ადამიანებში, ვისაც B ვიტამინების დეფიციტი აქვს, B კომპლექსი ძალიან ეფექტურია, მოკლედ. მაგრამ იმ ადამიანებში, ვისაც დეფიციტი არ აქვთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგის მიღებას, ამიტომ ნუ რაღაც კვლევები არის, რომლის მიხედვითაც რაღაც ეფექტი აქვს, მაგრამ არ არის ძალიან მყარი ეს შედეგები, ამიტომ თუ ადამიანს დეფიციტი აქვს, ძალიან კაია. თუ დეფიციტი არ აქვს, დიდად არა, ანუ რამის პრევენციისთვის რომ მიიღოს ადამიანმა B კომპლექსი, თუ კი რისკი არ აქვს, რომ B ვიტამინი ნაკლები ქონდეს, მაშინ არაა საჭირო. და კურკუმინი კიდე, კურკუმინი ტურმერიკის მთავარი კომპონენტია და კვეთს თავის ტვინის ბარიერს, სისხლის ბარიერი არსებობს, ვინც ყველა ნივთიერება ტვინში არ გადადის, მოკლედ და კურკუმინი გადადის, ამითია ცნობილი, ანთებისაწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, ტვინის უჯრედებს იცავს მოკლედ და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია კიდე ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. ხო, მან პრობლემაა რომ არ შეიწოვება კარგად კურკუმინი და უნდა იყოს ან შავ წიწაკასთან ერთად, ან მისი იონიზებული ფორმა უნდა იყოს, ნანო ფორმა მოკლედ, რომ შეიწოვოს კარგად. ანუ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ უბრალოდ ჩვეულებრივი კურკუმინი არ იყოს. რაღაც უნდა იყოს ან პიპერინთან კომბინაციაში, ან ფორმა უნდა იყოს ისეთი პატარა ნაწილაკებად, რომ ადვილად შეიწოვოს. შეწოვის პრობლემა აქვს ორგანიზმს. ზოგადი მიღების დოზა არის 500 მილიგრამიდან 1500 მილიგრამამდე, ზოგჯერ მეტსაც ნიშნავენ ხოლმე კურკუმინის დღის განმავლობაში. კიდევ არის რამდენიმე საკვები დანამატი, რომელიც მნიშვნელოვანია თავის ტვინისთვის, მაგალითად ლომის ფაფარის სოკო, ესე ქვია, ძალიან ცნობილია ეს, მაგალითად L-კარნიტინი, ფოსფატიდილსერინი, კრეატინის მონოჰიდრატი, ასე რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი დანამატი არის, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში მე შემოგთავაზებთ ყველაზე ხშირები და ყველაზე მეტი კვლევა, რომელსაც აქვს ისინი, რომელსაც ყველაზე მეტი ეფექტურობა პლუს უსაფრთხოებით გამოირჩევა. მადლობა რომ მისმედით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.